საღამოშიდობის მინდა გამოეხმაურო თინა მახარაძის განცხადებას და მეც გამოვიყენო ის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, რომელსაც აზრის თავისუფლება ჰქვია და რომელიც სამწუხაროდ დამახინჯებული ფორმით არის გაგებული დღევანდელ რეალობაში. თინა, მე მესმის შენი წმინდა ადამიანურ ფონზე წარმოქმნილი ემოციის და პროტესტის გზნობის, მაგრამ მერწმუნე აქ უფალი არაფერ შუაშია. პრობლემის ამოსავალი წერტილი უნდა დავინახოთ თვითშეგნების დაბალდონესა და დამახინჯებულ ცნობიერებაში, ანუ მარტივად რო ვთქვათ, უინტელექტობაში. საუბედუროდ, იმდენად გაგვიტაცა მიწიერ კეთილდღეობაზე ზრუნვამ, რომ დავივიწყეთ ყველა ის სულიერი ფასეულობა, რის ხარჯზეც თუნდაც მე და შენ მოვაღწიეთ ცხოვრების უფრო მარტივი წესი ავირჩიეთ, სადაც ეთიკურია მხოლოდ ის, რაც პირად კეთილდღეობას ამართლებს. ახლა კი რაც შეეხება შენს მიერ დანახულ არაკაც კლასს. აქ ორიოდე სიტყვით გეტყოდი, რომ როდესაც ჩვენ ასე დიფერენციაციას და კლასობრივ დაყოფას ახდენ თავადვე და ეწინააღმდეგები შენ თავს, რომ მარსო უფალს უნდა ასე ვთქვათ დაეკონკრეტებინაო. ჩემო კარგო უფალმა მოგცა იმის ყველანაირი თავისუფლება, რომ მქონოდა სუბიექტური ხედვა და ეს იმიტომ, რომ შენი გონებრივი და სულიერი განვითარება გეპოვნა ამ ყველაფერში. რაც შეეხება კაცის დეფინიციაში, ანუ განსაზღვრებაში მოიაზრება არავიწრო გაგებით მამრობით ის სქესი, ან შენი სუბიექტური ხედვით დანახული მამაკაცი, არამედ ადამიანი ღვთის მიერ ხატად შექმნილი, რომელმაც როგორც აღმოჩნდა, უფლის მიერ მიიღო ყოველმხრივი აზრობრივი თავისუფლება, ხო? რათა მას ჰქონოდა სულიერი განვითარების საშუალება, თუმცა ჩვენ ეს ნიჭით სამწუხაროდ საბოროტად გამოვიყენეთ. ადამიანის ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, ყველაფერი პირობითია, როგორც აღმოჩნდა და მას აქვს უფლება ჰქონდეს სუბიექტური ხედვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. რაც დროთა განმავლობაში კაცობრიობამ ლამაზად შეფუთა და ასე ვთქვათ დემოკრატიულობის მთავარ პრინციპად მოგვივლინა დაგვისახა, რასაც აზრის თავისუფლება ჰქვია. მაგრამ აქ შეგახსენებ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს. შენი აზრის თავისუფლება, ჩემო თინა, თავდება იქ, სადაც იწყება სხვისი აზრის თავისუფლება, რაც მარტივად გულისხმობს იმას, რომ შენმა სუბიექტურმა ხედვამ საზოგადოების ინტერესები არ უნდა შელახოს, იმიტომ რომ შენ ამის არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ გაგაჩნია. აქ პირდაპირი მაგალითია ჩვენი შემთხვევის პლატონისეული მღვიმის ალეგორია, როდესაც მღვიმეში გამომწყვილ ადამიანებს, რომლებიც ბორკილებით არიან მიჯაჭვულნი, მხოლოდ წინ კედელზე უკან მყოფი საგნების ლანდების აღქმა შეუძლიათ. ჭეშმარიტ სინათლეს კი ვერ ხედავენ და ამის პრობლემა არის არა სხვაში, არამედ მათში, ისე როგორც ჩვენ შემთხვევაში. პრობლემა აგრეთვე შენი არასწორი ხედვა უფლისადმი. უფალი მატერია არ არის. უფალი ყველგანაა, უფალი სივრცეა, ენერგია, სიყვარულია, სითბოა, რომელიც შენში სულდმულობს, თუმცა შენ თავადვე წინააღმდეგობაში მოდიხარ სამწუხაროდ საკუთარ თავთან. აქ ერთი რაღაც ვერ მესმის ოღონდ. ის ქმედებები, რასაც შენ ჩადიხარ ხშირ შემთხვევაში, ზოგადად ახასიათებთ შინაგანი არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილ ადამიანებს, რომელთაც თვითრეალიზება ვერ მოახდენეს და არაადეკვატური ქმედებების ფონზე სურთ ყურადღებით ცენტრში ყოფნა, მაგრამ შენ ამ შემთხვევაში ვერ ხვდები რაში უნდა გჭირდებოდეს, საკმაოდ ცნობადი სახე გაქვს ხარ და ისიც რომ რაღაც გარკვეულ ასპექტში გაქვს გარკვეული ნიჭი, ეს უფლის მიერ ბოძებული ის მადლია, რომელსაც სწორი ხედვა, სწორი დანახვა უნდა. ჩემო თინა აქ გეტყოდი, რომ ქრისტიანობა თავიდან ბოლომდე არის ჰუმანური, მიმტევებელი და ყოველთვის შემგრეგებლობით ტონზე საუბრობს, ამიტომ შენი ქმედებაც არ ჩათვალო, რომ შენ ამის გამო მე პირადად ან კიცხავ, ან განგსჯი, არა, უბრალოდ მე ისე უფლის სიყვარულიდან გამომდინარე სურვილი გამიჩნდა, იმიტომ რომ კარგი ადამიანი ჩანხარ, უბრალოდ გიჭირს შენი საკუთარი მეს პოვნა და ისე ძიების პროცესში ხარ. ერთი მეგობრული რჩევა მინდა გთხოვო, რომ ზოგადად ეროვნული ღირებულებების მიმართ გთხოვ, აი როგორც მეგობარს ცოტა დელიკატური იყო და თუ სურვილი გექნება იმ კითხვებს, რომელსაც თავადვე ვერ პასუხობ, შეგვიძლია შვიდ გარემოში დავждეთ, ვისაუბროთ. აქვე მინდა გითხრა, რომ კაცობრიობა მე და შენი აზრებისა და ფიქრების გარეშე მრავალ ქარტეხილებს გაუძლო და კიდევ ბევრს გადაიტანს უჩვენოდ. უბრალოდ ყოველთვის ჩემი აზრით არ არის საჭირო ყველაზე და ყველაფერზე საკუთარი აზრი გამოთქვა. ანუ ჩემი სათქმელი ასე მარტივად ქართულ სიბნეში მინდა გითხრა, რომ ისევ როგორც ყველაფერი არ იჭმევა, არ ითქმევა.
ნუ მეტი რაღაც შემიძლია დავამატოთინა, კიდევ და კიდევ არ მიწყინო ძალიან გთხოვ, უბრალოდ მე გეუბნები, მოყვასის სიყვარულიდან გამომდინარე, სურვილი გამიჩნდა რომ მეგობრული რჩევა გამეზიარებინა. იმეც ვიტოვებ რომ ჩემს ამ მოგზალებულ ვიდეო რგოლს შენ ნახავ, მოისმენ ერთი უბრალო უფლის სიყვარულით გაჭრილი ადამიანის სუბიექტურ ხედვას, უბრალოდ მშვიდობიან ღამეს გესურებ, უფალს ებარებოდე და მოლოდინში ვიქნები თუ გაქვს რაღაც კითხვები, სურვილი შეგვიძლია დავждეთ და ვისაუბროთ. კარგად.